რა გავლენა ექნება 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქართულ ეკონომიკაზე პლატფორმა თავისუფალი ბიზნესის ინიციატივით დღეს ბიზნესის ნაწილი ერთ სივრცეში შეიკრიბა. შეხვედრას პლატფორმაში გაწევრიანებული კერძო კომპანიები ესწრებოდნენ, რომლებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა ბიზნესზე ნეგატიურად მოქმედებს და მას გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მძიმე ეფექტები ექნება. დეესკალაციის გზად და გამოსავლად ბიზნესმენები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევენ. სხვა შემთხვევაში გარდაუვალ ეკონომიკურ პრობლემებსა და სურთულეებს პროგნოზირებენ. ეს გზავნილები იკითხებოდა იმ ვრცელ გამოსვლაშიც, რომლითაც ბიზნესმენმა წინა ხელისუფლების დროს პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა შეხვედრის მონაწილეებს მიმართა. მმართველი გუნდი ბიზნესის ნაწილს ბოლო ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მონაცემებს ახსენებს. მათ შორის მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშს, სადაც წერია, რომ გასულ წელს საქართველოს, ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანას შორის მშპ-ს ყველაზე მაღალი ზრდა ჰქონდა. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეთა მთავარი გზავნილები და მთავრობის პასუხი. მაია ჭუჭულაშვილი განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. მაია. რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში დღეს და რა ელის მას უახლოეს თვეებში. ეს იყო საუბრის მთავარი თემა თავისუფალი ბიზნეს პლატფორმის ირგვლივ გაერთიანებული ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის, რომლებიც დღეს საგანგებოდ შეიკრიბნენ. მაყურებელს ვეთქვი, რომ ეს პლატფორმა შეიქმნა დეკემბრის დასაწყისში. პლატფორმას მიერთებული ბიზნესი ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას და პატიმრების გათავისუფლებას. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა და საკმაოდ ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც ახლა კერძო სექტორშია. მან დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს მიმართა ასეთი სიტყვებით: საამაყოა ამდენ თავისუფალ ბიზნესმენთან ერთად დგომა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერმა დღევანდელი ხელისუფლების შეფასებისას გამოიყენა სიტყვა რეჟიმი. ამ შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, დღეს სახეზე გვაქვს ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, რისი წინაპირობაც მათი მტკიცებით ხელისუფლების პოლიტიკა. ეს არის პრევენციული გაერთიანება, რომელიც აფრთხილებს საზოგადოებას, მათ შორის ადმინისტრაციას, რომ აქეთ მიდის ქვეყანა და თუ პოლიტიკური ესკალაცია არ შემცირდება და არ დაიწევს და ეს პრობლემა არ მოგვარდება, შეიძლება შევიდეთ სავარაუდოდ დიდი ალბათობით შევალთ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში. ჩვენ რაღაცა პირველ სიგნალებს უკვე ვხედავთ, შემცირებული არის პირველი უცხოური პირდაპირ ინვესტიციები, მნიშვნელოვნად დაახლოებით 40%-ით და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. შექმნა პლატფორმა, რომელმაც ერთ პეტიციას მოაწერა ხელი, რომელიც ორი მუხლისგან შედგებოდა, რომ ჩატარეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პატიმრები, რეჟიმის პატიმრები. სერიოზული კითხვის ნიშნები ისმევა იმ ციფრებთან დაკავშირებით, რომელ ციფრებზეც მთავრობას აქვს აწყობილი 2025 წლის ბიუჯეტი, გათვალისწინებული აქვს 6%-იანი ეკონომიკის ზრდა, რაც ძალიან არარეალისტურად ჩანს ახლა უკვე. და შესაბამისად ისმევა კითხვები თუ როგორი რეაქცია ექნება ეკონომიკას ამ კრიზისთან დაკავშირებით და რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენზე დგას ეს ქვეყანა. გულახდილად ვიძახი და ამაყა თუ ის ხალხი, ვინც ჩვენთან ერთად არის და ვინც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ერთიანდება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ანალიზისათვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანაც. როდესაც სახელმწიფო საუბრობს ეკონომიკის და 6% და პარლამენტი ტაშს უკრავს, უნდა გადმოიხედონ ჩვენსკენ. საინტერესოა, რომ ამ პლატფორმის გარშემო შეკრებილ ბიზნესს საქართველოს პრემიერმა ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს შესთავაზა სურვილის შემთხვევაში შეხვედრა, თუმცა ამ პლატფორმის ხელმომწერლებს არ დაუფიქსირებიათ შეხვედრასთან დაკავშირებული სურვილი, არც საჯარო და მათ შორის არც დახურულ შეხვედრაზეა საუბარი. ასევე გეტყვით, რომ საქართველოს პრემიერი მსხვილი ბიზნესის საკმაოდ დიდ ნაწილს შეხვდა გასული თვის ბოლოს და სწორედ ამ შეხვედრის შემდგომ ითქვა, რომ პრემიერი მზად იყო შეხვედროდა ყველა იმ ბიზნესმენს, რომელსაც ექნებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და მათთან საუბრის სურვილი და ამ პლატფორმის ირგვლივ გაერთიანებული ბიზნესმენებს ეს შესაძლებლობა ჰქონდათ. დღეს საქართველოს პრემიერმა კომენტარი გააკეთა ფრი ბიზნესის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე და განსაკუთრებით ნიკა გილაურის გამოჩენაზე ამ ფორმატში. ეს არის ქართული ოცნების მონაპოვარი 2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესისთვის დაგვებრუნებინა თავისუფლება. როცა ნიკა გილაური იყო პრემიერ-მინისტრი სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მაშინ წარიმართებოდა სწორედ ბიზნესის სისტემური რეკეტი, რის მსხვერპლიც გახდა უამრავი ადამიანი, ათასობით ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეეწირა ბიზნესის რეკეტს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ბუნებრივია ნიკა გილაური, როგორც მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი. ასე დროს მათი მხრიდან ფრი ბიზნესზე და ბიზნეს თავისუფლებაზე საუბარი არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი მოვლენა.
ბიზნეს თავისუფლების გარანტია არის ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლება და რა თქმა უნდა მომავალშიც უზრუნველყოფთ ამ მისიის მალამდე შესრულებას. იმ ფონზე, როცა ბიზნესის ნაწილი საკმაოდ რთული პროცესების განვითარებას პროგნოზირებს, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება, რაც ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. დოკუმენტის მიხედვით წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ასევე მაღალი იქნება და 6%-ს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური ძალის მხრიდან კეთდება არა საფუძვლიანი პროგნოზები, ჩვენ დავინახეთ, რომ პროგნოზები ივნისთან შედარებით შენარჩუნებულია, ანუ ჩვენ 9%-იან ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ 2024 წლის განმავლობაში. რაც ყველაზე საყურადღებოა ის დაგეგმილი მაჩვენებელი, რომელიც ქონდა 2025 და 2026 წლებში, ამ პროგნოზის მიხედვით ასევე შენარჩუნებულია და ამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო კვლავ რჩება რეგიონის ლიდერად. ჩვენი მიზანია ეკონომიკური პარამეტრები და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავაახლოვოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან, რაც საშუალებას მოგცემს გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლები, ქვეყანა შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის და გლობალურად ეკონომიკა გადავიდეს თვისობრივად ახალ განვითარების ეტაპზე. ამ მიმართულებით არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისა თუ ცალკეული ბიზნესმენების მხრიდან კეთდება არასახარბიელო პროგნოზები, მსოფლიო ბანკის დღევანდელი ანგარიში კარგად აჩვენებს რეალურად რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში და რა მოლოდინები არსებობს ამ კუთხით ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მადლობა მაია ჭუჭულაშვილი საუბრობდა Free Business პლატფორმის გარშემო გაერთიანებული კერძო სექტორის წარმომადგენელთა დღევანდელი შეხვედრის შესახებ.